სკოლებში 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდეთ. ბაკალავრიატის 3 წლიანი მაგისტრატურა კი 1 წლიანი გახდება. ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმა განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამასთან მან თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში შეიძლება მე-12 კლასიც დარჩეს. თუ არადა მოსწავლემ საზღვარგარეთ შეიძლება დახუროს მე-12 კლასი და სწავლაც გააგრძელოს. ვინ როგორ უყურებს აღნიშნულ საკითხს, სპექტრმა პედაგოგთა მოსაზრებები ჩაწერა. შეგახსენებთ, სკოლები საქართველოში 12 წლიან სწავლებაზე 2008-2009 წლებში გადავიდნენ და მაშინ განათლების სამინისტროს მთავარი არგუმენტი სწორედ უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირება იყო. ამას ითვალისწინებდა ბოლონიის პროცესი, რომელსაც საქართველო 2005 წელს შეუერთდა. 12 წლიანი სწავლება ევროპის უნივერსიტეტებში დაშვების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რეფორმა უნდა ემსახურებოდეს სწავლის დონის ამაღლებას თავისთავად ესეა. ჩემი აზრია, რომ წლების რაოდენობა სწავლის ხარისხს ვერანაირად ვერ განსაზღვრავს. შესაძლებელია ვიღაცა 14 წელი ისწავლოს, მაგრამ ვერ და შესაძლებელია ვიღაცა 10 წელში გავიდეს იმ სტანდარტებზე, რასაც ვიღაცა 12 წელს ანდომებს. მაგრამ 12 წლიანი სწავლებით საქართველოს მიერთებულია ბოლონიის პროცესს, რაც გულისხმობს გლობალურ განათლების სისტემას და აი 12 წლის გაუქმებით ქართველ ბავშვებს შეეზღუდებათ და უფრო მეტი ბარიერები გაუჩნდებათ, რომ ევროპული განათლება მიიღონ. ეხლა რომ ჩემ გონებაში გადავხედე იმ დღეს ძალიან ბევრი ჩემი ყოფილი მოსწავლე სწავლობს დღესდღეობით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და აი ეს პრობლემა უკვე დადგება. ეხლა ის რომ ვიღაც წავიდეს მე-12 კლასი ევროპაში გაიაროს, მერე იქ ბაკალავრიატი, ეს ცოტა სხვა პრობლემებთან არის, ფინანსურ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული და ამის შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ექნება. და სწავლის ხარისხი თუ გვინდა ჩვენ, ერთი წლის წინ დაანონსდა, ეხლა 10 კლასი საბაზო, ხო ესეა? და თუ კი 11 კლასით უნდა დაასრულდეს საშუალო სკოლა, მაშინ 1 წელი აი კიდე ძირეულ ცვლილებებს მოიაზრებს ეს თავისთავად აქ ძალიან ბევრი რაღაც არის ჩასაშლელი და ნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით, თუ კი უნდათ ორიენტირი გააკეთონ სწავლის ხარისხზე, მე-10 კლასის მერე უნდა შემოეღოთ გამოცდები და იმ ზედა საფეხურზე გადაეყვანათ მხოლოდ ის ბავშვი, ვინც გამოცდებს ჩააბარებდა და ვისაც სურდა 12 კლასი მიეცათ იმათვის საშუალება, რომ 12 კლასი დაესრულებია, ვისაც არა გავიდოდა იმ მე-10 კლასით. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის და განათლების მინისტრის გარკვეული ხედვები, როგორც საუნივერსიტეტო განათლებასთან, ისე სასკოლო განათლებასთან მიმართებაში. მაგრამ ჯერჯერობით დებულებებზე, კონკრეტულ დებულებებზე საუბარი არ არის, თუმცა აქედანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ და სამწუხაროდ რასაც ვისმენთ ახლა ჩვენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ეს უფრო პოლიტიკური შეხედულებებია და არა სიღრმისეული მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეში, რომ არსებული საუნივერსიტეტო განათლება და სასკოლო განათლება ელემენტარულ დონეზედაც ვერ აკმაყოფილებს იმ დროის მოთხოვნას, რომელიც ასეთი ჩქარ ტემპში საზოგადოების განვითარება მოხდებაში ხდება და მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება. სამწუხაროდ დღემდე არსებული ყველა რეფორმა, რომელიც გატარდა ამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თითქმის 35 წელია, ყველა განათლების ყველა რეფორმა ემსახურებოდა პოლიტიკურ ინტერესს. და მკვირვალ სახელები არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული სასკოლო პროგრამები, რომელთაც საერთო არაფერი არ აქვს ეროვნულთან ზოგადად. ამიტომ მე ურჩევდი ყველას, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულებები ყველამ გვერდზე გადადოს, დაუთმონ დისკუსი პროფესიონალებს, ჩვენ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ მაინც შემოგჩნენ პროფესიონალები როგორც ერთ სფეროში, ისე მეორე სფეროში და შევიდეთ განხილვაში. და შესაბამისად იმ ხედვებში მე რაღაცები მომწონს, რაღაც შეიძლება არც მე მომეწონა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ არა ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, არამედ განათლების სისტემაზე და დამერწმუნებით, რომ მივალ ჩვენ იმ დონემდე, რომ მივიღებთ ნამდვილად ეროვნულ რეფორმას განათლების სფეროში,
რადგან არსებული ნამდვილად არ პასუხობს დროის მოთხოვნას. 12 კლასის სასწავლო პროგრამა არ არის თავსებადი ეროვნული გამოცდების პროგრამასთან. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ცოდნის მისაღებად იმ პროგრამისთვის, რაც ეროვნულ გამოცდებს ჭირდება, 12 კლასი არ არის საჭირო. ამიტომ გადაწყდა, რომ შემცირდეს ის პროგრამები, უფრო ორიენტირებული გახდეს ეროვნული გამოცდების პროგრამაზე, ეს უფრო კომპაქტური იქნება და განტვირთავს სასწავლო პროცესსაც და რაც შეეხება ბოლონიის პროცესის მიერთებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არის შეერთებული და ევროპულ სასწავლებლებში განათლების გაგრძელებას, მის გადაწყვეტა არც ის რთულია, როგორც უკვე ითქვა, რომ ექსტერნის შეიძლება რამოდენიმე სკოლაში დაამატონ და 12 კლასის განათლება მიიღოს, რომ თავსებად იყოს ევროპულ განათლებასთან. მთავარია, რომ ამჟამინდელი პროგრამები განიტვირთება და სწავლა უფრო ხარისხიანი გახდება.